გამარჯობა მეგობრებო, ჩემი პირველი ვიზიტი შეერთებულ შტატებში, როგორც თქვენთვის ცნობილია, ვაშინგტონში, რომელიც ეხებოდა ეროვნულ კონცერტულ კონფერენციაზე დასწრებას, დასრულდა საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებებით, რამაც გამოიწვია შესაბამისად ჩემი მიწვევა ოქტომბრის თვისთვის ისეთ ღონისძიებებზე, როგორიც არის მაგალითად შუა კორიდორის ფორუმი, რაც ეხება კასპიისა და შავი ზღვის შორის საკითხების გადაწყვეტას. და თავისთავად ცხადია, აი შავს და კასპიის ზღვას შორის ძირითადად საკითხი გვეხება ჩვენ აზერბაიჯანს და სომხეთს და მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ ფორუმზე, რომელსაც აკეთებს Heritage Foundation, ანუ მემკვიდრეობის ფონდი, მხოლოდ მე და კიდევ ერთი ქართველი გახლავთ მიწვეული, რომელიც სამწუხაროდ დღეის მდგომარეობით იმყოფება პატიმრობაში. ამის გარდა მომეცა საშუალება ყოფილიყავი მიწვეული კლერმონის ინსტიტუტში, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსერვატიული მემარჯვენე გამოცემა, სადაც მთხოვეს ვისაუბრო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე და იმ პრობლემებზე, რასაც დღეს ეს ურთიერთობები განიცდის. ამასთან ერთად მექნება შესაძლებლობა, რომ კვლავ ვეწვიო ამერიკის კონკრეტულ ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, რაზეც მაინც და მაინც საჯაროდ არ არის სწორი საუბარი, თუმცა ეს რომ განხორციელდეს და ამ ინსტიტუტებისგან მივიღო რჩევები თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაუმჯობესდეს, საჭიროა კვლავ შეერთებულ შტატებში წასვლა, იქ მოხვედრა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მჭირდება თქვენი დახმარება, ძალიან დიდი მორიდების მიუხედავად, ყოველივე ამის ერთმანეთზე დამატების ფონზე გადავწყვიტე, რომ ეს ვიდეო კვლავ ჩამეწერა. მე ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ ამ კორიდორისთან დაკავშირებულ ფორუმზე საქართველოს არ ყოფნა იქნება დიდი დანაკლისი და ჩემთვის ცოტა ირონიულია, რომ მხოლოდ მე გახლდით და მე გახლავართ დარჩენილი, ვინც იქ მიწვეული არის საქართველოსდან და რას აკეთებს ამ დროს, გასაგებია რას აკეთებს ქართული ოცნება. მაგრამ თუ თქვათ ამ ფორუმზე საქართველოსდან საერთოდ არავინ არ წავა, რა თქმა უნდა ეს ირონიული იქნება, იქნებ გაუდგნარი, რომ საკითხები გადაწყდება საერთოდ ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ასე რომ თავს ვაძლევ უფლებას ამ ჩემი ერთგვარი უპირატესობიდან გამომდინარე, რაც მდგომარეობს ამ ფორუმზე დაპატიჟებაში და იმაში, რომ ვარ დაპატიჟებული ამ ფორუმზე, თავს ვაძლევ უფლებას, რომ კიდევ ერთხელ გთხოვოთ მხარდაჭერა იმისათვის, რომ კვლავ 20 ოქტომბრის მდგომარეობით მოვხვდე ვაშინგტონში და დავესწრო ამ ფორუმს, გადავცეთ თქვენი მოსაზრებები და თქვენი ფიქრები და რაც მთავარია, წამოვიღო ინფორმაცია იმ შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ ჩვენი რეგიონის შესახებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ველით თქვენს მხარდაჭერას, დიდი მადლობა წინასწარ. დროებით.